თუ შენ ამ ვიდეოს უყურებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დაიხოცა. ყველა, ვინც მუშაობდა სხვადასხვა ოფისებში, განყოფილებებში და გუნდებში. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? მე მოგიყვები. კაჩეჭიდე ბალღო. ეს არის ისტორიები ქუთასგან და დღევანდელი ვიდეო ეძღვნება Fallout 76-ის წარუმატებლობას. თავი პირველი. დასაწყისი. ივნისი 2018 წელი. ყველაფერი დაიწყო სულ ცოტაოდენი ჰაიპით. ზეკმენის ვითმინეთ ხომ მეგონი მეგობრებო. ღმერთო, კიტო, საკმარისი ვითმინეთ, საკმარისი. მეგონი საკმარის ვითმინეთ. Fallout 76. Bethesda-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი. ღმერთო ჩემო, ხალხი ერთთან ბავში იყო. და მათ შეგვიდნენ რომ მეტს გვეთხოვნენ S3-ზე. S3 ასევე ცნობილი როგორც E3, თამაშების ყოველწლიური პრესკონფერენცია. პრესკონფერენციები, 16ჯერ უფრო მეტი დეტალი, 16 times the detail. 4ჯერ უფრო დიდი რუკის ზომა. ეს არის 4ჯერ უფრო დიდი, ვიდრე Fallout 4. ღმერთო ჩემო, ხალხი რა ფერა გვახელვა. 14 ნოემბერი 2018 წელი. თამაში ხდება საჯარო. პირველი დღის დართული განახლებით, რომელიც 50 გიგაბაიტის მოცულობისაა. მაგრამ ამის გადმოწერისას ხალხმა შეაბიჯა იმ ჯოჯოხეთში, რასაც ერქვა Fallout 76 და ღმერთო ჩემო, ისავსე იყო ბაგები. არავით არის სამყარო, არავით არის კისრები, არავით არის სხეული, არავით არის თავები. ბაგები ყველგან. სერვერის გათიშვები, თამაშის გათიშვები. ძველი ბაგები დაიმპორტებული Fallout 4-დან. გამოიყენებ ერთზე მეტ ატომურ ბომბას, სერვერი მოგდება. ტექსტურები მეტისმეტად ტექსტურულია, ყოვლის გადამკლაპი შავი ხვრელი. Error log 307. არ შეგიძლია აიღო ნივთები. ვერცყვე დომინირების გამოცხადება სტეპოზით, FPS-ის პრობლემები, ეკრანის გატეხვის პრობლემები, ზედმეტად გადაჭიმულობა, რუკის ქვეშ ჩახტომები, თავს გესხმიან უჩინარი მტრები, ან საერთოდ იმდენი რობერტს გაუმკლავდები. მზის განათების დიზაინი პირდაპირ ღმერთთან დიალოგისთვის, ბანაკი რესეტდება ყოველი გამოსვლის მერე, ან უბრალოდ ჩაიძირება. ჰოლოკასეტა არ ირთვება და გამოსცემს სტატიკას, მაგრამ მეტისმეტი და არც ერთი შეირთვება. ხელოვნური ინტელექტი გაცილებით ხელოვნური ვიდრე ინტელექტი. ანიმაციები არ მუშაობს, ფრინავი ობიექტები და მოგზაური ვაჭარი. ეს უბრალოდ ცოტა რომ ჩამოთვალოთ. ცოტა. იუთუბერმა ჯოზეფ ანდერსონმა გადაიღო არაჩვეულებრივი ვიდეო, რომელშიც მან პირადად იპოვა ამ თამაშის ბაგები. ეს ვიდეო არის 3 საათის ხანგრძლივობის, მაგრამ კიდევ უფრო უარესი ხდება. თამაშმა ძალიან ბევრს კონსოლებზე ამოუგდო ერორი CE3487880, რომელიც თავიდან ბოლომდე ანადგურებს კონსოლის შიდა მონაცემებს და აიძულებს მომხმარებელს, რომ თავიდან დააყენოს კონსოლის ოპერაციული სისტემა. თუ აქამდე არ იცოდით კომპიუტერზე Windows-ის გადაყენება, გილოცავთ. ეს ახლა PlayStation-ზე ან Xbox-ზე უნდა ისწავლოთ. მაგრამ Windows რაც შეეხება ზოგ პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელს, საერთოდ სისტემები გადაეწვათ. ვერაფერს იტყვი. ასეთი მიღწევები ძალიან ბევრ ონლაინ თამაშს ვერც კი წარმოუდგენია რო იტრაბახოს. და ზოგი მოთამაშე საერთოდ პირდაპირ სხვა ტიპების აკაუნტებში შედიოდნენ. ამ მოთამაშეს ყავდა 78 ლეველიანი პერსონაჟი, რომელიც სრულად რანდომულად ჩანაცვლდა 8 ლეველიანით. Bethesda-მ თქვა, რომ ვერაფერი დაეხმარებოდა. და ბევრი მოთამაშე საერთოდ არ იყო გაოცებული ამ თამაშით და მათ უნდოდათ, რომ Bethesda-ს ამის შესახებ ცოდნოდა. მათ უნდოდათ, რომ ასევე ყველა სხვა დანარჩენსაც ცოდნოდა. მაგრამ Bethesda ფლობდა პლატფორმას და ფორუმებზე, სადაც ძირითადი გამოხმაურება იყო, დაახლოებით ასეთი რაღაცები ხდებოდა. Fallout 76 გასართობია? ясно გასართობია. ბანი რასიზმის გამო. თემა დახურულია. იდი რადგან მოთამაშეებს არ ჰქონდათ თავიანთი რისხვის პირდაპირი გამოხატვის საშუალება, ერთადერთი გამოსავალი იყო ყველაფერი დანარჩენისთვის ცეცხლის შენთება. ჩემი კარგი მოთხოვნა გაგეთემიგეთ. Reddit, Twitter, Bethesda სხვა თამაშების ტიმზე. უკავშირი უზარმაზარი იყო. მაგრამ Bethesda-ს წარმოდგენით გაწონასწორებული გონება გაიმარჯვებდა. მათ ეგონათ, რომ მიუმხილველები და კრიტიკოსები გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ თამაში საბოლოო ჯამში არც თუ ისე ცუდიაო. ღმერთო ჩემო, ასეთი გაიხანი არ მინახავს. და იუთუბერებს კი საერთოდ ეს ჰქონდათ სათქმელი. It's really fucking boring. ვაფშე რო იცოდეთ ამ ვიდეოსთვის ძალით თამაშობდი ამ დედა თამაშს. ყველა შევთანხმდით, რომ გვირჩევნია, რომ ბნელ საკუჭნაოში დაგვაბა და დაუნდობლად გვამათრახოთ აი ამ
მოდერატორები ყველა პლატფორმაზე ზეგანაკვეთით მუშაობდნენ. ზოგან კი საერთოდ დანებდნენ კიდევაც. ხო და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის გაგების შემდეგ ძალიან ბევრს, მათ შორის მეც, გაგვიჩნდებოდა ერთი კითხვა, ხო? რა მოხდა კი, მაგრამ? ნუ როგორც გაირკვა, თამაშის დეველოპმენტი ძალიან დაჩქარებული იყო. დედლაინები კი მოჭერილი, ძალიან მოჭერილი. თან ეს არ ყოფილა Bethesda-ს მაღალ რეიტინგოვანი პროფესიონალი და გამოცდილი გუნდი, რომელიც ქალაქ დალასშია. ეს იყო გაცილებით გამოუცდელი და დამწყებებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ქალაქ აუსტინში იმყოფება. და მრავალ მოუსწრებელ საქმესთან ერთად დავალებების მასშტაბები სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ჩვენ დაგვჭირდება შორეული ამინდის სისტემები. აუ, თავად ვებდელი ხამი არ ვიცინია და ამ წამს მოვ ზემკიდია. ჩვენ დაგვჭირდება 16-ჯერ უფრო მეტი დეტალი. ხო, აღარ შეგვიძლია. მონა. ჩვენ დაგვჭირდება 16-ჯერ უფრო დიდი სივრცე, ვიდრე Fallout 4-ია. ეს ყველაფერი და თან ისინი ცდილობდნენ ძველი Fallout 4-ის ზრავის multiplayer ჩარჩოში გადატანას. ანუ მათ უნდოდათ, რომ რაც იყო გაკეთებული და გათვლილი single player-ისთვის, გადმოეტანათ online-ში. თარად შეიძლებოდა მოკლევადებში. ამას ნებისმიერი გამოცდილი რისკის ანალიტიკოსი ქართულად გამოიხმაურებოდა დაახლოებით აი ასე. შიხო, მაგრამ ვიძიგო თქვენ? ასევე როგორც აღმოჩნდა, Bethesda მზად იყო ბაგების, გაბრაზებული მოთამაშეების და ცუდი შეფასებების მოსათმენად. მაგრამ რის მოსათმენოდაც მზად არ იყო, ეს იყო ექსპლოიტები. უსასრულო ინვენტარი, უსასრულო გაუჩინარება. FPS-ი მიბული იყო თამაშის სიჩქარეზე. მოთამაშეები მონსტრ კომპიუტერზე უბრალოდ დაფრინავდნენ. სერვერიდან სერვერზე გადასვლა მეტი ნივთებისთვის. უსასრულო ფულის და უსასრულო ნივთების დუპლიკაციები. ულიმიტო XP, ულიმიტო ატომური ბომბები. და ვიღაც მოთამაშე საერთოდ უკვდავობით გაიბაგა. ხო და გაითვალისწინეთ, Fallout 76 ონლაინ თამაშია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დიდ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს სხვა მოთამაშეების გამოცდილებაზე. ხო და Bethesda-ც მზად იყო. ეგრეთ წოდებული ბანჩაკუჩით და თვალებზე ასახვევით, რომ ბარემ ბრმად გართობილიყვნენ და რა თქმა უნდა სრული სამართლიანობით ჩამოერიგებინათ ესეთი მოთამაშეებისთვის ბანები. მაგრამ Bethesda არ იყო კმაყოფილი მხოლოდ ბანების ჩამორიგებით. არა, ეს პროგრესული კომპანიაა, სხვებზე დიდი იდეებით. მათ უნდათ მოთამაშეებისთვის, ვისაც ბანი დაადეს, მიეცათ საშუალება, რომ დანაშაული გამოესყიდათ. ამიტომაც საფორტმა გაუგზავნა ესეთი იმეილი მოთამაშეებს, ვინც გამოიჭირეს. წერილი მოგივიდა კვერო. ჩვენ მზად ვართ ჩავიბაროთ ესე თემაზე თუ რატომ არის მესამე პირის პროგრამების გამოყენება საზიანო ონლაინ თამაშების საზოგადოებისთვის. თავიდან მეც არ მჯეროდა, მაგრამ მოვიძიე და მართლა ესე მოხდა. ანუ კი, სწორად გაიგეთ. 500 სიტყვიანი თეზისი თუ რატომ გადაწყვიტე იყო ნამეტნავად ცევკი ბიჭუნა და Bethesda-მ შეიძლება აკაუნტის დაგიბრუნოს. მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ სხვადასხვა მედია პლატფორმებისგან საჯარო დაცინვამ მათ აიძულათ, რომ ეს მიდგომა არ გამოიყენებინათ. ერთი ექსპლოიტიც. ყველა Bethesda-s თამაში არის ესეთი ოთახი. Dev Room-ი ქვია. ეს არის ოთახი, სადაც ყველა ნივთი, რაც თამაშში არსებობს, აქ ინახება. ძირითადად აქამდე ესეთი ოთახი მხოლოდ მათ single player თამაშებში გვხვდებოდა, მაგრამ ასეთმა ოთახმა რომ იარსებოს ონლაინ თამაში, დაცვა რა თქმა უნდა იყოს უმაღლესი დონის, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოტენციურად ნებისმიერ შეიძლება რომ უბრალოდ შეატასაოს ამ ოთახში და მოიპოვოს წვდომა თამაში აბსოლუტურად ყველა საუკეთესო ნივთს. რა თქმა უნდა, Bethesda არ იყო ეკიპირებული რომ ამ პრობლემას გამკლავებოდა. ამ ოთახში შესვლის მეთოდი ინტერნეტში გასაჯაროდა თუ არა, ათასობით მოთამაშე ისე შეცვივდა, როგორც პანდემიის დროს ტუალეტის ქაღალდზე სუპერმარკეტებში. ხალხმა ბიზნესის კეთებას დაიწყო. შედიოდნენ ოთახში, იღებდნენ საუკეთესო ნივთებს და შემდეგ ამას ყიდნენ რაღაც შავი ბაზრის მაგვარზე. რა თქმა უნდა, ამასთან დასაპირისპირებლად თავდაპირველად სადეს ჩვეული და აპრობირებული მეთოდი. ბანის დადება ისეთ მოთამაშეებზე, ვისაც უბრალოდ საუკეთესო ნივთები ჰქონდათ. შენ დახარჯე 1000 საათი რომ ამდენი კარგი ნივთი გეშოვნა? ჩაძაღდი შენ აროჩეთერო. შემდეგ მათ დაამატეს სისტემა, სადაც მოთამაშეები მოინიშნებოდნენ თუ ისინი ოდესმე ფეხში ადგავდნენ ამ ოთახში და ბანსადებდნენ ასეთ მოთამაშეებს. მაგრამ ეს არ იყო მაინც და მაინც ეფექტური, იმიტომ რომ ხალხმა ამ ოთახში შესვლა ალტერნატიული აკაუნტებით დაიწყო. პრინციპი მარტივია. უცებ შევარდი Dev Room-ში, დაითრიე საუკეთესო ვეშები, შემდეგ გამოიყენე დუპლიკაციის ექსპლოიტი, რომ ეს ნივთები 100-ობით და 10,000-ობით გადაამრავლო, გადაეცი ეს ვეშები შენს მთავარ აკაუნტს, Bethesda შემდეგ ბანსადებს ამ შენ ალტერნატიულ აკაუნტს და ეძახის დავალებას შესრულებულს. და შენ ამ დროს რეალურმა გამარჯვებულმა და წელში გამართულმა დაამარცხეს სისტემა. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ოპერაცია. ასე რომ პრობლემა გაგრძელდა. Bethesda-s იდეები გამოელია თუ როგორ გაეჩერებინათ ალტერნატიული აკაუნტები. ამიტომაც მათ დაწერეს კიდევ ერთი იმეილი და გააგზავნეს ალტერნატიულ აკაუნტებთან. აძვირფასო ჩეთერო. არ გინდა ვითხრა როგორ კენი და სამაგიეროდ ბანს მოგხსნით, ძალიან გთხოვ. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ერთლეველიანი აკაუნტი, რომელიც რამოდენიმე საათის წინ შექმნილი და სავარაუდოდ არაფერში გჭირდება, უბრალოდ დარჩება სამუდამო დაბლოკილი. არ არის ცნობილი ამ მეთოდმა იმუშავა თუ არა, მაგრამ 99% დარწმუნებული ვარ, რომ არა.
ამ საკითხთან საბრძოლველად მრავალი განახლებების შემდეგ მაინც არსებობს 1000 სპეკულაცია მედიას და მოთამაშეებს შორის თუ დაახლოებით როგორ შედის ხალხი ისევ დევრუმში, მაგრამ დაზუსტებით ექსპლოიტერების გარდა არავინ იცის. მოდი ფასდაკლებებზეც ვილაპარაკოთ. სულ რაღაც ერთ კვირაში თამაშის გამოსვლიდან თამაშზე ამოქმედა ფასდაკლება. $60-დან $40-მდე, $35-მდე, $30-მდეც. ზოგმა eBay-ზე $10-დადაც იპოვა. და გერმანიაში საერთოდ პირდაპირ უფასოდ გაცემა დაიწყეს როგორც საჩუქარი PlayStation-ის ჯოისტიკის შეძენის შემთხვევაში. მაგრამ Bethesda-თვის ფასის დაგდება $60-დან თუნდაც $0-მდე არავითარ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მათ დაამატეს შიდა თამაშის მაღაზია Atomic Shop-ი, სადაც ნაღდი მაყუთი იჭრება და იზბეროს გაყიდვების დაბლ და საკმაოდ საშინელ მაჩვენებლებს. მოდი ამასაც შევხედოთ. Fallout 76-ის გამოსვლიდან სხვა Fallout-ის თამაშებთან შედარებაში 76-მა მეორე დისკი ვერ შეასრულა. ეს ცუდია, ხიხია. ასევე მათ გადაწყვიტეს თამაშის მასიური დისტრიბუცია დისკების, ანუ მყარი ასლების ფორმაში. მაგრამ აქაც საკმაოდ ალოგიკური რაღაც ხდება. ეს მყარი ასლებით სინამდვილეში დისკიც არ არის, რომელსაც ჩადებ უბრალოდ კონსოლში და პირდაპირ ეთამაშობ. არა, ეს არის უბრალოდ ფაიფურის ქაღალდი, რომელზეც წერია თამაშის კოდი და ინსტრუქცია თუ როგორ გადმოწერო თვითონ თამაში. და ამასობაში გაყიდვები კი რამოდენიმე მილიონია, თუმცა დაბრუნებებიც საკმაოდ მაღალია. თამაშის გამოსვლისთანავე 1000-ობით და 10000-ობით მოთამაშემ ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა. კიდევ ერთხელ, Fallout 76 არ არის Steam-ზე, ან GOG-ზე, ან Epic-ზე. ის არის Bethesda-ს პლატფორმაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ Bethesda-ს სრული კონტროლი გააჩნია. ამიტომაც ფულს დაგიბრუნებს თუ არა Bethesda უბრალოდ მათი გადასაწყვეტია. თუმცა სტანდარტულად თითქმის ყველა პლატფორმაზე კანონის გათვალისწინებით უნდა არსებობდეს რამოდენიმე საათიანი ფანჯარა. მაგალითად, Steam-ზე რომ შეიძენ თამაშს, გაქვს 2 საათიანი ფანჯარა. ანუ ამ დროის განმავლობაში თამაში თუ არ მოგეწონა, შეგიძლია დაუკავშირდე Steam-ის ხარდაჭერას და ფული უკან მოითხოვო. Bethesda რა თქმა უნდა ამასაც არ აკეთებდა, რასაც მოყვა მასიური გამოხმაურება მედიისგან. მეტიც, ამის თაობაზე კოლექტიური სარჩელიც კი შევიდა სასამართლოში იურიდიული კომპანია Miglatio and Rato LLP-ის ინიციატივით. მედიამ ეს ძალიან ჩქარა ახიგა. ეს სამართლებრივი მოვლენები დაიწყო 2018 წელს და 2021 წლამდე გაგრძელდა. სამწუხაროდ ამბიციური იურიდიული კომპანია იძულებული გახდა, რომ უკან დაეხიათ მათ სარჩელზე, რადგან მულტიმილიონიანი კომპანია როგორც Bethesda ადვოკატების არმიით უბრალოდ წელავდა პროცესებს იქამდე, სანამ მოსარჩელი კომპანია მას შეატყო, რომ უკვე რესურსები აღარ ყოფნიდა სასამართლო პროცესების გასაგრძელებლად. სამწუხაროდ აქ სამართლიანობამ ვერ იზეიმა. აგერ ექსკლუზიური ინტერვიუ თავად ტოდისგან თუ რა კომენტარი გააკეთა ამ სასამართლო მოვლენებთან დაკავშირებით. დემეჯახებით თქო მეუთხარი ამას. მოგნავდეთ ის დედას აკლემის წიხლით თქო. სამაგიეროდ მთელი ამ დროის განმავლობაში მედია პლატფორმებმა საკმაოდ ბევრი იმუშავეს Bethesda-ს რეპუტაციის საწინააღმდეგოდ. ამ რეპუტაციის ნოტაზე კი გადავდივართ შემდეგ თავზე, რასაც ქვია ჩანთა შმანთა. თამაშის გამოსვლამდე Fallout-ის გადამკვდარმა ფანებმა წინასწარ შეიძინეს, ანუ დააპრეორდერეს თამაში და ყველაზე გადამკვდრებმა შეიძინეს Power Armored-ი შენები. ვაა, ეგი რაია. მას მოყვებოდა ჩაფხუტი, ყუთი, რუქა, ჯარისკაცის სათამაშოები და რაც მთავარია, ხელნაკეთი ტილოს ჩანთა. ახლა ისევ გადავახვიოთ გამოსვლის თარიღამდე. და მოთამაშეებმა შეამჩნიეს, რომ მათი ძვირფასი ტილოს ჩანთა, რომელიც Bethesda-ს თქმით არის დამზადებული საუკეთესო მატერიით დედამიწაზე, გამოიყურებოდა ცოტა სხვანაირად. ანუ ისე გამოიყურებოდა თითქოს ის იყო ნამდვილი ჩანთის ჩასადები ჩანთა. But what the hell, boy? მოიცა, ანუ თქვენ გინახავთ სადმე რომ დიდ კომპანიას დაერეკლამებინა ერთი რამ და ნამდვილ პრაქტიკაში გამოსულიყო მეორე? რა თქმა უნდა, ამ ფრონტზეც ამ ყველაფერს მოყვა უზარმაზარი გამოხმაურება. ხალხმა დაიწყო რეკვები, იმეილის და ჩათებში მიწერები, ფულის უკან მოთხოვნით, პასუხების მოთხოვნით. ამ მომენტისთვის კლიენტთა მომსახურებას ეს უბრალოდ ყელში ამოვიდა. მათ ყელში ამოვიდათ მთელი ეს ფასადი და გააგზავნეს ეს იმეილი პასუხად. გამარჯობა. მწიხვართ რომ ჩანთით უკმაყოფილო ხართ. მედიაში ნაჩვენები ჩანთა პროტოტიპი იყო და მისი დამზადება ძალიან ძვირი ღირდა. ამის გამოსასწორებლად ჩვენ არაფრის გაკეთებას არ გეგმავთ. ნათია, ყავა დუღდა. ეს არის მართლა სრული იმეილი და ეს იმეილი თქვენთვის რა თქმა უნდა მე გავახმოვანე და ვთარგმნე, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ, აი ორიგინალი. ანუ Bethesda-ს გუნდი აღარც კი ცდილობს რომ დამალოს თავიანთი საზღვრობა. ბუნებრივად ინტერნეტში სრული სიგი შეიწყება. რა თქმა უნდა Bethesda-ს ეს შემოუტრიალდა როგორც სრული PR კოშმარი. მათ უბრალოდ სჭირდებოდათ რომ ხალხის პანიკა რამენაირად ჩაეხშოთ და რა მოიფიქრეს? ოკეი.
ანუ ჩვენ გვაქვს შიდა თამაშის ვალუტა. მოდი მათ უბრალოდ დაურიგოთ ყველაზე მინიმალური თანხა ასანაზღაურებლად. ფანტასტიკური იდეაა. ხალხო, ყურადღება. ყველა ბანზიუგა გოიმა, ვინც შვლიპე $200-300 Power Armor Edition-ში და ასე უმადურად უკმაყოფილო ხართ თქვენი ჩანთებით, ჩვენგან ბოდიშის ნიშნად გეკუთვნით $5 ანაზღაურება ჩვენს Atomic Shop-ში, რომელსაც მხოლოდ ჩვენთან დახარჯავთ. $5 ხალხო, $5 გვეკუთვნის, შენ რას უზავ შენს $5? მე Atomic Shop-ში Battle Pass ვიყიდი, შენ რას უზავ შენ $5? მე Power Armor-ს ვიყიდი, $18 ღირს, მაგრამ $5 დავამატებ, რამხელა შეღავათია კაცო. არ ვიცი, ამ ნოტაზე მართლა დარწმუნებული აღარ ვარ, მაგრამ სავარაუდოდ ეს იყო Bethesda-ს მოლოდინი, რომ ხალხს აი ესეთი რეაქცია ექნებოდა ამ აბსოლუტურ სისულელეზე. მაგრამ რა თქმა უნდა, ამან მხოლოდ კიდევ უფრო საშინელი გაღიზიანება გამოიწვია და შესაბამისი გამოხმაურებაც მედიისგან. Bethesda-მ ტვიტი დაწერა თავიანთი ბომჟური ხარისხის კლიენტთა მომსახურებაზე და ბოდიში მოიხადა და ეცადა, რომ ახალი მიზეზი მოეფიქრა თუ რატო მოხდა ეს ყველაფერი. როგორც მოიმიზეზეს, მათ ვერ იშოვეს საკმარისი და შესაბამისი მატერიალი, რომ დაემზადებინათ ზუსტად ასეთი ჩანთები. მაგრამ ამაზე ინტერნეტმა პასუხი მალევე გასცა. აღმოჩნდა, რომ მათ ნამდვილად გააკეთეს ეს ჩანთები. უბრალოდ ისინი დაუგზავნეს მხოლოდ ინფლუენსერებს. ღმერთო ჩემო. ის არ არის ზუსტად ისეთი, როგორც დაპირებული იყო, მაგრამ ეს იყო ზუსტად იმ მატერიალით დამზადებული, სუფთა ტილო. ნუ რა თქმა უნდა, ონლაინ მიტინგები და რევოლუცია გაგრძელდა და Bethesda-ს ადვოკატები მიხვდნენ, რომ ამაზე მართლაც შესაძლოა სამართლებრივი პასუხი აგონ. ამიტომაც ამ ფრონტზე გადაწყვიტეს კაპიტულაცია. ამიტომაც მათ დაწერეს მომდევნო ტვიტი. თუ გინდათ რომ მიიღოთ ეს ჩანთები, შეავსეთ ეს ფორმა, თქვენი ნამდვილი სახელით, მისამართით, ბარათის ნომრითაც გააკეთეთ თავდაპირველი შენაძენი ას შემდეგ და ჩანთას გამოგიგზავნით 4-დან 6 თვის განმავლობაში. მაგრამ აქ არ მთავრდება. რადგან Bethesda ცნობილია თავისი ბაგებით და მათი საიტის რა თქმა უნდა ბაგებით გაჟღენთილი ნაგავია, როგორც აღმოჩნდა, ყველა ის შევსებული ფორმა ჩანთის მისაღებად დაუცველია და სახალხოდ საჯაროა. ანუ ჩანთის ჩანაცვლების მოსათხოვად თუ შეავსეთ Bethesda-ს ეს კონკრეტული ფორმა, გილოცავთ თქვენი პირადი მონაცემები, როგორიცაა მისამართი, სახელი და გვარი, ბარათის მონაცემები, ახლა ინტერნეტის ხელშია და შეგიძლიათ მხოლოდ იმაზე ილოცოთ, რომ ვინმე ბოროტმა თვალმა არ შეამჩნიოს. იმის არ ცოდნით, თუ როგორ გამოესწორებინათ პრობლემას ასრაფოდ, Bethesda პანიკაში ვარდება და დროებით საიტს სრულიად იშავს. და აქ კი ნამდვილად დამთავრდა თავი ჩანთა შმანთა. ანუ რა იყო ესეთი რთული? წინა თამაშისთვის, New Vegas-ისთვის უპრობლემოდ გააკეთეს ეს დედა ჩანთები. ერთი მერჩის ნაწილიც. Bethesda-ს აუთსორსზე აყავს ბოთლების დამამზადებელი კომპანია Silver Screen. ამათმა მათთვის დაამზადეს დასალევი რომი. Nuka-Cola Dark. როგორც მათ დაარქვეს. პრეორდერები შესაძლებელია სექტემბერში. გამოიგზავნება 14 ნოემბერს. $80 პლუს შიპინგი. არც თუ ისე იაფი. მაგრამ სამაგიერო თქვენ მოგდით ძალიან ჯერშკი ბუთლი. ლამაზად გამოიყურება თაროზე. გადასარევი სადისკუსიო და საბრანჭეო ნივთი თქვენს შიპერო მეგობრებთან ერთად. ან ყოველ შემთხვევაში ესე იქნებოდა. 14 ნოემბერი მოვიდა და წავიდა და რომი არსად არ არის. ერთი კვირის შემდეგ 21 ნოემბერს მოფრინავს იმეილი. დაგვიანება. საქმეები არ მედის Fallout-ის ჩვეული სტანდარტების მიხედვითო. მოკლედ, მალე გამოგიგზავნითო. კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე. და კონკრეტი ჩემი დედას. გადის კიდევ ერთი კვირა. არაფერი. 5 დეკემბერს მოდის კიდევ ერთი იმეილი. წერილი მოგივიდა. კარგი ამბები გვაქვს. ჩვენ უკვე დავიწყეთ თქვენი რომების გამოგზავნა. მალე მოვა. თქვენი სტიდით უკვე ერთ თვეზე მეც და ბოდიშის ნიშნად ეს პრომო ვიდეო გავაკეთეთ თქვენთვის. და ეს არის უკვე ის მომენტი, სადაც საქმეები გადავიდა ზარიდან ნაბ***ში. შეამჩნიეთ? აი აქ. ანუ თქვენ გადაიხადეთ $80 და ელოდეთ 9 წელი პლასმას და უბრალო შუშას. ხალხი რა თქმა უნდა არ იყო გახარებული. აგერ ლაიკი დისლაიკის რაციონი. არსად მარკეტინგში არ იყო მითითებული, რომ ის იქნებოდა პლასმასის ჩასადებში. სუპერ პრემიუმი ასე დაპირდნენ ხალხს. და მედიასაც თანხმდა. ხოდა საბოლოოდ ბოთლიც მოდის. დაახლოებით ერთ კვირაში. რომის ხარისხი როგორც დასალევის ზუსტად ისეთია, როგორც წარმოგიდგენიათ. უარესია დიზაინი. რომის დასხმაც არ შეგიძლია ნორმალურად ბოთლიდან. ანუ ახლა ბევრი თვლის, რომ ეს იყო გულახდელი ადამიანური შეცდომა. ან რომ კლიენტების ბრალი იყო ამბიციური მარკეტინგის მისინტერპრეტაციის გამო. მე ამას არ ვეთანხმები. მერჩის მარკეტინგულ კატალოგში სრულად ნაჩვენებია სხვა შუშის ნივთები. მათ ნივთის აღწერა საკმაოდ დეტალურად აქვთ გამოქვეყნებული და არსად არ მოიხსენიება პლასმასი. და ასევე მათ სხვა
პრობებშიც ჰქონდათ ხელი გასვრილი. სანამ პროდუქტი საერთოდ გაყიდვაში ჩაეშვებოდა, მათ თავიანთი აკაუნტებით დაიწერეს 5 ვარსკვლავიანი შეფასებები. ამან ყურადღებიანი თვალისწარბი, რა თქმა უნდა, ზემოთ აწია და რედიტორებმა კითხვების დასმაც დაიწყეს და შემდეგ ეს რივიუები წაშალეს. ეს აქტივობები დღემდე ხელმისაწვდომია საიტზე, რომელსაც ქვია Wayback Machine. ხო და თუ ისინი მზად არიან, რომ ხალხი მოატყუონ აი ასეთ ფორმაში, კლიენტის დადანაშაულება ბოტთან დაკავშირებითაც უადგილოდ მიმაჩნია. კაი, მე მგონი საკმარისია. მაგრამ ეხლა ამდენი ნეგატივიდან, რამაც გამოიწვია Bethesda-ს არასწორმა ნაბიჯებმა, გადაწყვეტილებებმა და ქმედებებმა, მოდი ახლა საბოლოოდ გადავიდეთ კარგზე, რაც სხვათა შორის გასაოცრად გამოუვიდათ და ეს იყო მათგან სრული სიჩუმის რეჟიმზე გადასვლა. მათ გადაწყვიტეს, რომ მთელი თავისი რესურსი და ფოკუსი გამოიყენებინათ თამაშის გამოსწორებაზე და 2018 წლიდან დღემდე ამას სხვათა შორის დაუღალავად აკეთებდნენ. სრული კატასტროფიდან ყარ პროექტამდე. თანმიმდევრული განახლებების კვალობაზე Fallout 76 დღეს გადაიქცა სტაბილურ, კარგად შეფასებულ და მომგებიან live სერვისად. 2024 წლის მიწურულს თამაშის მოთამაშეთა რაოდენობა 21 მილიონს გადააჭარბა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა არის თამაშის საწყისი წარუმატებლობის გათვალისწინებით. Atomic Store-ში, ანუ თამაშის შიდა მაღაზიაში ძალიან ბევრი ბალანსირებული განახლებები დაამატეს, რაც თამაში აქცია სტაბილური შემოსავლის გენერატორი. ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა ძალიან დიდი გავლენა იქონია უწინდელმა სატელევიზიო შოუმ, რომელიც Amazon Prime-მა გადაიღო. მან ფაქტიურად კონკრეტულად Fallout 76-ის პოპულარიზაციის აღორძინება გააკეთა, რამაც ახალი მოთამაშეების რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. შოუს წარმატებამ კიდევ სავარაუდოდ Bethesda-თვის 10 მილიონი დამატებითი შემოსავალი გამოიმუშავა. ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ისინი უფრო კონცენტრირებულები არიან უსასრულო კონტენტზე, ვიდრე აი ღრმა საფუძვლიან ნარატივზე, რამაც მათ თავდაპირველი წარმატება მოუტანა. Elder Scrolls-ისა და Fallout-ის შემდეგი ნაწილების მიმართ მოლოდინი კვლავ მაღალია, რაც კიდევ ერთხელ იმას ამტკიცებს, რომ Bethesda ისევ დიდი დეველოპერია და არა რაღაცა პატარა გამომცემი. საბოლოო ჯამში მაინც კარგია, რომ აი ესეთი საშინელი და კატასტროფა ისტორია დღევანდელი დღის გათვალისწინებით მაინც კარგად დასრულდა. Who's laughing now? რაც შეგეხება შენ, პირველ რიგში უღრმესი მადლობა, რომ აქამდე უყურე ჩემს ვიდეოს, მართლა ჩემპიონი ხარ. თუ მოგეწონა, რა თქმა უნდა, რა ვიცი, დააჭირე გამოწერის ღილაკს, თუ გინდა რომ ნახო მეტი ისტორიები ფუთასთან. ამ ეტაპზე კი მე გემშვიდობები შემდეგ ვიდეომდე. აბა ჰე და აბა ჰო!